თითქმის ერთი კვირა გავიდა. მთელი ეს დრო ბინიდან არ გავსულვარ. წყალი მხოლოდ 9 ლიტრად ამრჩა. რაც შემიძლია ვიზოგავ, ყლუპ-ყლუპად, წვეთ-წვეთად ვსვავ. საშინელი ქავილი მაქვს. უკვე ძალიან მეღიზიანებს ის ფაქტი, რომ ერთი კვირა არ დამიბანია. თმაც ნელა-ნელა ჭუჭყისგან დრედებად იქცევა. ელექტროენერგია ჯერ კიდევ არ ჩართულდა. ყოველ საღამოს ბნელბინაში ვზივარ და სადარბაზოში ვუსმენ როგორ დადიან ჭუჭყიანები. ისინი უბრალოდ ერთმანეთს სტუმრობენ და რაღაცას ბუდბუდებენ ერთმანეთში. ოღონდ ეს არც ერთინას არ ჰგავს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თითქოს უბრალოდ სხვადასხვა ბგერებს გამოსცემენ და ერთმანეთის ისე ესმით. სიმართლე გითხრათ, ეს მაშინებს, ისევე როგორც მაშინებს მათი მუდმივი მცდელობა ჩემს სახლში შემოჭრის. ვიმეორებ, ისინი ყოველ საღამოს მიკაკუნებენ კარზე. მას შემდეგ რაც მზე ჰორიზონტ ჩასხდება, არც ერთი წყნარი საათი არ მაქვს. საკვების მარაგიც თითქმის ამომეწურა. დარჩა მეოთხედი პური, 9 დამპალი პომიდორი და ძეხვის პატარა ნაჭერი. მაღაზია ახლოს არის და ვიფიქრე, რომ სწრაფად მივირბედი, ავიღებდი პროდუქტებს და თავშესაფარში დავბრუნდებოდი. მაგრამ ბინიდან გასვლისაც კი მეშინია. ეს იმიტომ, რომ დღეს დილით ფანჯრიდან რაღაც დავინახე. თუ 3-4 დღის წინ ისინი უბრალოდ ქუჩაში დახეტიალობდნენ, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები, მხოლოდ ჭუჭყიანის სახეებით, ახლა ისინი გარეგნულად შეიცვალნენ. მათი სახეები სულ უფრო და უფრო შავი გახდა და თითქოს თითები ერთმანეთში ეზრდებოდათ. ისინი ისე აღარ მოძრაობდნენ, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები, არამედ უცნაურად გადაადგილდებოდნენ. ოდნავ ბორძიკობდნენ, ცოტას გარბოდნენ და ხტებოდნენ. ეს ძალიან მაშინებს. წარმოიდგინეთ თავით ჩემს ადგილას, როდესაც ფანჯარასთან გახარ და უყურებ, როგორ დადიან ასეთი არსებები. სადღაც ხომ უნდა იყვნენ ნორმალური ადამიანებიც. თუ ყველამ დალია ეს საზღარეწყალი, გავიფიქრე მე. ახლა 2 ამოცანა მაქვს. პირველი, ვიპოვო ნორმალური ადამიანები და მეორე, ვიშოვოს საკვები და წყალი. ეს ძალიან რთული იქნება. ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, რომ რამეს მივახცევ. ერთი სიტყვით, ძალები მოვიკრიბე. ზურგჩანთაში ჩავდეს სამზარეულოდან აღებული 2 დანა და ცარიელი წყლის ბოთლი. სადარბაზოში ვიღაც იყო. თითქოს ვიღაც დადიოდა ქვედა სართულზე. რაც არის. ვინც არ რისკავს, ის შამპანიურს არ სვავს. გავიფიქრე, ჩემთვის სადარბაზოში გავედი. კარი ჩუმად ჩავკეტე. კიბეებზე დიდი სიფრთხილით ჩავედი და დიახ, არ შემწდარვარ. ქვედა სართულზე მართლაც ვიღაც იყო. კიდევ უფრო ქვემოთ ჩავედი და კიბეების მოაჯირიდან ჩუმად გავხედე. იქ ქალი იდგა და უბრალოდ ქანაობდა. რა თქმა უნდა, ისიც ჭუჭყიანი იყო. თვალები კიდევ სულ სხვა ამბავია. თითქოს უკან ჰქონდა გადატრიალებული, ანუ გუგები არ უჩანდა. ხელებსაც დავაკვირდი და დავრწმუნდი, რომ არ მომჩვენებია. თითები თითქოს ერთმანეთში შეეზარდა. დანა ამოვიღე და ნელა-ნელა დაბრაჩასვლა დავიწყე. ის უბრალოდ იდგა და ჩემთვის ყურადღებაც კი არ მოუქცევია. შემდეგ, როგორც კი ჩავედი, ის მკვეთრად გამოძრავდა. გავჩერდი, დანახელში უფრო მაგრა დავიჭირე. სადარბაზოში სამარისებული სიჩუმე იყო. იმ მომენტში ალბათ მხოლოდ ჩემი გულისცემა რღვევდა ამ სიჩუმეს. პატარ-პატარა ნაბიჯები დავიწყე მოძრაობა, მაგრამ როგორც კი მისკენ ზურგით შევტრიალდი, რაღაც ხრაშუნის და მოძრაობის ხმა გავიგე. მკვეთრად შევტრიალდი და ეს ქალი უკვე ახლოს იყო. დაახლოებით მეტრ-ნახევრით მომიახლოვდა. შიშისგან ქვემოთ გავიქეცი და როდესაც პირველ სართულს მივახლოვდი, მივხვდი, რომ ეს ქალი მომსდევდა. ხმა იმდენად უცნაური იყო, რომ არც კი ვიცი რა შევადარო. თითქოს რაღაც ტკაცუნის ხმა იყო შერეული შიშინთან. ის ძალიან სწრაფად მოძრაობდა. ხმით მივხვდი, რომ ჩემსკენ სწრაფად მოდიოდა. როგორც კი პირველი სადარბაზოს კარით ჩავკეტე, რომელიც ჩვენთან ჩვეულებრივი ხის კარია ზემოთ ჩასმული მინით. ამ მინას ისეთი საშინელი არსება დაეჯახა, რომ ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი არ დაგესიზმრება ასეთი რამ. ეს უკვე აღარ იყო ის ჭუჭყიანი, რომელიც ერთი წუთის წინ ვნახე. უпростоრად, იგივე სახე იყო, მაგრამ პირის ღრუ თითქოს უფრო გაფართოებული ჰქონდა. თვალები ბოლომდე გაშავებული, კანი კი თითქოს რაღაც ბუშტუკებით იყო დაფარული. ის აშკარად კეთილგანწყობილი არ იყო ჩემს მიმართ. ერთი ხელით კარს ვაკავებდი, მეორე ხელით კი ვცდილობდი სადარბაზოს მთავარი კარისთვის ხელი მიმეწვდინა. მან მინა ჩაამსხვრია და ცდილობდა თავისი კიდურებით ჩემამდე მოეღწია. ღმერთო ჩემო, რა ჯანდაბა ხდება აქ. სიმართლე გითხრათ, სწორედ ამ მომენტში პანიკა დამეწყო. იცით, გუშინ საღამოს ვფიქრობდი, რომ ღმერთმა არქნას ყველა აგრესიული გახდეს, მაშინ ყველაფერი ცუდად იქნება. ეს უკვე პირველი აგრესიული ჭუჭყიანი იყო, მაგრამ ვცდილობდი ცუდზე არ მეფიქრა. არ ვიფიქრა, რომ ქუჩაში ასეთები დადიან. ეს ფიქრები არ მასვენებდა მანამ, სანამ კარამდე არ მივაღწია და სადარბაზოან არ გავიქეცი. კორპუსის კუთხეში დავიმალე. ის ქალი გამოყვა, მაგრამ ვერ მიპოვა და საბოლოოდ უაზროდ წავიდა სხვა მიმართულებით.
ალბათ ისევ ჭუჭყიანებს შეუერთდება. შიშისგან გული კინაღამ გამისკდა, რის გამოც ვერ ვახერხებდი აზრების დალაგებას, მაგრამ 5 წუთის შემდეგ როგორღაც დამშვიდი, გონს მოვიდი და ჩუმად გავიხედე, როგორ ჩანს არავინ არის. ახლა მაღაზიაში უნდა შევიპარო და რაც შეიძლება მეტი რამ ავიღო. სამწუხაროდ მაღაზიაში წყლის ნასახიც კი არ იქნება. როდესაც ეზოდან გავედი, რამდენიმე ჭუჭყიანი შევნიშნე, რომლებიც უბრალოდ ქუჩაში დახეტიალობდნენ. სიმართლე გითხრათ, გაქცევა აღარ მინდოდა. ამიტომაც მეორედან ამოვიღე და ნელა-ნელა მათი შემოვლა დავიწყე. მივდივარ და ხვდები, რომ იყურებენ, თუმცა არაფერს აკეთებენ. კიდევ უფრო ახლოს მივედი. ისინი გამოიყურებოდნენ ისე, როგორც ერთი კვირის წინ. მოდით მათ პირველი სტადია დავარქვათ. როდესაც გვერდს ვუვლედი, მათ არანაირი რეაქცია არ ჰქონდათ, თუმცა შიშისგან მთლიანად კვანკალებდი. იმიტომ რომ ეშმაკმა იცის, რას უნდა ველოდო ამ არსებებისგან. ახლა თითქოს არ რეაგირებენ, მერე კი უკნიან თავს დამესხმევიან, გავიფიქრე ჩემთვის. მოკლედ მაღაზიამდე დაუბრკოლებლად მივედი. მაღაზიაში ყველა თარო ნახევრად სარიელი დამხვდა. მინები ჩამსხვრეული, ყველაფერი მიმოფანტული იყო. ასეთ დროს საუკეთესო საჭმელი რა თქმა უნდა კონსერვებია, თუმცა სამწუხაროდ კონსერვები ძალიან ცოტა იყო. მხოლოდ 5 კილა ვიშოვე. წყალი რა თქმა უნდა არ იყო და არა მხოლოდ წყალი, არამედ საერთოდ სითხის ნასახიც კი არ იყო. ცოტა ყველაფერი ავიღე, თუმცა თავში ერთი ფიქრი მიტრიალებდა, რომ ადრე თუ გვიან რაღაც შეიცვლებოდა. ჭუჭყიანები მეორე სტადიაზე გადავიდოდნენ და თავის დაცვა მომიწევდა. ამიტომაც უნდა მომიფიქრა თუ რითი უნდა დამეცვა თავი. მოკლედ ძალიან ბევრი რამ ავიღე და ქუჩაში გავედი, სადაც უსიამოვნო სიურპრიზი მელოდა. სანამ მაღაზიაში ვიყავი, იქ ჭუჭყიანები შეკრებილან. არ დამითვლია, მაგრამ დაახლოებით 10-მდე ჭუჭყიანი იყო. როგორ ჩანს, ისინი ჯერ კიდევ პირველ სტადიაზე იყვნენ. ეს მივხვდი მათი უცვლელი გარეგნობით და ქცევით. თუმცა ქცევაც უჩვეულე იყო, მაგრამ ისეთი არა, როგორც სადარბაზოში. ამიტომაც გადავწყვიტე უბრალოდ თავდახრილი გავსულიყავი მთავარი შესასვლელიდან. სხვა ვარიანტი არც მქონდა. უკანა შესასვლელი ჩაკეტილი იყო და გასაღები რა თქმა უნდა არ მქონდა. მოკლედ გასასვლელისკენ წავედი, კარი გავაღი და ყველამ ერთდროულად შემომხედა. მე კი ჩუმად ჩაუვარე გვერდით. გული ისე მიცემდა, მეგონა მალე მკერდს ამოგლეჯდა. მთელი სხეული მიკანკალებდა. ისინი ისევ იდგნენ და მიყურებდნენ. მე კი ჩუმად ჩაუვარე. უცბად გავიგე ხმა, ახალგაზრდაო, შეგიძლია მოხვიდე? უკან გავიხედე და ჩუმად ვუყურებდი. ახალგაზრდაო, დამეხმარე, გთხოვ. მე უკვლავ დუმვარ და ვფიქრობ, გავცე თუ არა პასუხი. საბოლოოდ გადავწყვიტე მეკითხა, რა ხდება და ამავდროულად დანაც ხელი მაგრად მოვუჭირე. აქ პრობლემა გვაქვს. დავაკვირდი და მხოლოდ ერთი ნორმალური იყო, ვინც მელაპარაკებოდა. დანარჩენები კი უბრალოდ ზომბები ვითიდგნენ. რა პრობლემაა, ვკითხე მე. ჩვენ თავს რაღაც უცნაური ხდება, თითები გვეზრდება, ყურებში უცნაური ხმები გვესმის, მთელი სხეული გვემთვრევა. რა არის ეს? მითხარი, გთხოვ. მათ კარგად დავაკვირდი და მივხვდი, რომ ისინიც ისეთ არსებად იქცეოდნენ, როგორც სადარბაზოში შემხვდა. ჩემი შინაგანი ხმა მეუბნებოდა, რომ გავქცეულიყავი, თორემ რაღაც ცუდი მოხდებოდა. არ ვიცი რით შემიძლია დაგეხმარო, ვუთხარი მე და შემოვბრუნდი. ჩქარი ნაბიჯით წავედით სახლისკენ, მივდივარ და ვგრძნობ, რომ მომყვებიან. უფრო ვაჩქარებ ნაბიჯს და ისინიც აჩქარებენ. როგორც კი ეზოში შევედი, უკნიდან არა უკვე ნაბიჯების, არამედ ტყაპუნის ხმა მესმოდა. რა თქმა უნდა შევბრუნდი და ჩემს უკან უკვე აღარ იყვნენ ისინი, ვინც მაღაზიაში ვნახე. ასეთ მოკლე დროში მეორე სტადიაზე გადავიდნენ. თვალები ბოლომდე გაუშავდათ, პირები უფართოვდებოდათ. მათი ჭუჭყიანის სახები ბოლომდე მუწუკებით იყო დაფარული, რომლებიც ხანდახან სკდებოდა. სადარბაზოში ერთი იყო, აქ კი მთელი ჯგუფია. გავიქეცი ისე სწრაფა, როგორც არასდროს გავქცეულ ვარ. ჩემს სადარბაზომდე სულ ცოტა მქონდა დარჩენილი, მაგრამ ბორდიურს ფეხი წამოვდი და წინ გავიშხლართე. სიმართლე გითხრათ, იმ მომენტში მთელმა ცხოვრებამ თვალწინ ჩამიარა. სწრაფად წამოვდეგი და სადარბაზოში შევარდი. კარი მოუხურე. მათ კარებზე დარტყმა დაიწყეს ისეთი ძალით, რომ მეგონა ჩამოვარდებოდა. დიდხანს აბრახუნებდნენ, არა და კარი ღია იყო და უბრალოდ თავისკენ უნდა გაეწიათ. მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო. მეორე სართულზე ასვლისას ღია ბინა დავინახე, საიდანაც უცნაური ყვირილის ხმა გამოდიოდა. როდესაც გვერდით ჩავუარე, ერთი წამით დავინახე რაც ხდებოდა და მივხვდი რაც მომივიდოდა მათ რომ დავეჭირე. სახლის მისაღებ ოთახში მამაკაცი იდგა, უკვე მეორე სტადიაზე იყო გადასული. ხელში ვიღაცის თავი ეჭირა გრძელი თმით. ეს ან მისი ცოლი იყო, ან ქალიშვილი. ზუსტად ვერ გეტყვით, როგორც აქამდე თქვი მეზობლებთან არასდროს მქონდა კონტაქტი. დიდხანს არ გავჩერებული ვარ და ჩემი სახლისკენ გავიქეცი. გზაში არავინ შემხვედრია. სახლში რომ შევედი, კალიდორში ძირს დავვარდი. ღმერთო, რა ჯანდაბა ხდება ეს. ერთი ნაბიჯიც არ შემიძლია გადავდგა, ყველგან ეს ნაბიჯურები არიან. რატომ დალიეს ეს ამაზრზენი წყალი? გავიფიქრე ჩემთვის.
და ასევე მეფიქრებოდა კაცზე, ვისთანაც მაღაზიაში ვილაპარაკე. მას ეთყობოდა, რომ ჯერ კიდევ რაღაც ადამიანური ჰქონდა შემორჩენილი. გონებაში ჩანსაღი აზროვნება მხოლოდ ნაწილობრივ შემომჭა, მაგრამ რაც მოხდა. ასე ვიჯექი გაშეშებული დაახლოებით 10 წუთი. შემდეგ კი მეორე სართულიდან ყმუილის ხმა გავიგე, რომელიც ნელა-ნელა ზემოთ ამოდიოდა. ყმუილი იმდენად საშინელი იყო, რომ სიმართლე გითხრათ, იმ მომენტში საბნის ქვეშ დამალვა მინდოდა. თითქოს ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი ყვიროდა. ყველაზე საშინელი ის იყო, რომ ამ არსებებთან ერთად ვიყავი, რომლებიც კედლის მიღმა მეორე სტადიაზე გადადიოდნენ და ეშმაკმაიცის რას უნდა ველოდო მათგან. დიდხანს ლოდინი არ მომიწია, ეს არსება ჩემს სართულზე ამოვიდა და პირდაპირ ჩემი კარის წინ გაჩერდა. დაახლოებით 9 საათის შემდეგ, როცა უკვე ცოტა შევეჩვიე და ყურადღებას არ ვაქცევდი მის ყმუილის, მათ სხვებით შეუერთდნენ და სადარბაზოში ერთი ამბავი ატეხეს. ისინი მოვიდნენ ჩემ კარზე და ბრახუნი დაიწყეს. შიშისგან გული გახეთვას მქონდა. ჩვეულებრივ კარზე კაკუნი წყდებოდა რამდენიმე საათის შემდეგ, მაგრამ იმ საღამოს ისინი საერთოდ არ ჩერდებოდნენ. ეს დაწყევლილი ყმუილიც, უბრალოდ არ ვიცოდი რა მექნა, მართლა არ ვიცოდი. ძილზე ლაპარაკი ზედმეტია, სადარბაზოში ეშმაკმა იცის რა ხდება. თვალების დახუჭვა შეუძლებელი იყო. ყურსასმენები გავიკეთე იმ იმედით, რომ მუსიკას მოусმენდი, მაგრამ ტელეფონი მალევე დაჯდა. ასევე ყურები ბამბებით ამოვივსე, მაგრამ ესეც დიდად არ მეხმარებოდა. წყალი ძალიან ცოტა დამრჩა. დამოუწყდა დამეწერა, რომ ერთ საღამოს უცადე ფილტრი დამეყენებინა, რომელიც საკუჭნაოში მეგდო, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ფილტრი წამში გაშავდა, როგორც ფისი. ვცდილობდი წყალი ამედუღებინა, თუმცა უშედეგოდ, არაფერი შვილის ამ საზიზღრობას. როგორ არ ვცადე მისი გაწმენდა, არაფერი მუშაობს. მეგონა წყალში რაღაც ბაქტერია იყო, რის გამოც შავი იყო, მაგრამ არა. ეს თითქოს ერთი მთლიანი სუბსტანციაა, რომელიც არ ეფილტრება და არ იწმინდება. ამის გამო ძალიან ბევრი ადამიანი მოიწამლა. თუმცა მოიწამლა მსუბუქი ნათქვამია, ისინი რაღაც საშინელ არსებად გადაიქცნენ. მართლა არ ვიცი რა უნდა ვქნა. ახლა წავალ სარდინში ვჭამ და კიდევ ერთხელ ვეცდები დავიძინო. ღამის 3 საათზე სადარბაზოდან ხმები ნელა-ნელა გაქრა და ბოლოს ცოტა ხანი დავიძინე. შემდეგი 3 დღე ძალიან ცუდად გავიდა. წყალი სრულებით დამემთავრდა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ საკუთარი ჩარდის ძალევა მომიწია. ეს უბრალოდ საშინელებაა. სადარბაზოში არსებები ვერა და ვერ დამშვიდდნენ. ახლა ვზივარა, ვცდილობ მშვილდი და შუბები გავაკეთო. გადავწყვიტე ბინები და სადარბაზოები ამ არსებებისგან გავწმინდო, რადგან უკვე 3 დღეა, რაც ნორმალურად არ მიძინია. ყოველღამე სადარბაზოში დახეტიალობენ და ყვირიან, რის გამოც ძალიან იშვიათად მძინავს. სადარბაზოდან ისეთი ხმები მოდის, რომ როგორც ჩანს, ყველა მეორე სტადიაზეა. გუშინ კარზე კაკუნს, კედელზე კაკუნიც დაემატა. დროის ამბავია, სანამ ბინებში არ შევარდებიან. იმედია ყველაფერი კარგად იქნება და რაიმე გამოსავალს ვიპოვი.